მოკლედ ჯაზ ფესტივალი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ბათუმი ნამდვილად არის ქართული ჰავანა. ეს შესანიშნავი და საინტერესო კუთხე კი TBC-ის სტატუსმა შესავაზე ჯაზ ფესტივალის სტუმრებს, იმისათვის რომ მოხვიდეთ, ნამდვილად შეიგრძნოთ ყველაზე ეგზოტიკური გარემო და აქედან იშლება ხედი სწორედ იმ სცენაზე, სადაც ჯაზ ფესტივალის ყველაზე საინტერესო მოვლენები მიმდინარეობს. ყველაზე დიდი მოლოდინით ცნობილ სახელებს და გვარებს ელოდებიან, მათ შორის ჩვენი თანამემამულეებიც ხშირად ფიგურირებენ. ერთ-ერთი ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელსაც დარწმუნებულები ვართ თაყვანისმცემელთა არმია ჩამოხვა სცენაზე საკუთარ კვინტეტთან და ამერიკელ კოლეგასთან, დარენ ბარეტთან ერთად გამოვიდა. ბაჩამ ძინარაშვილს პროფესიონალი კოლეგებით დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. The Georgian stage is great. I thought it would be hotter up there in terms of temperature, but it's cool up there. სცენა იდეალური იყო, მეგონა ხარვეზები იქნებოდა, მაგრამ პირიქით, საუნდ ჩეკმაც კარგად ჩაიარა. ყველაფერი ფანტასტიკურად იყო. სიტყვებით ვერ გადმოგცემ, ბაჩა რა მაგრად მუშაობს და როგორ სერიოზულად უდგება მუსიკას. გონი ყველა აქ მყოფმა კარგად მოისმინა მისი შრომის შედეგი. ის ყველაფერს მუსიკაში გადმოსცემს, რასაც გრძნობს, რაც გულში უდევს, ასე რომ მის ქვეყანაში მისეთ ძალიან მალე ყველა იამაყებს. ბოსტონში ბერკლის კოლეჯ გამოვლილ მუსიკოს სამშობლოში ბევრი თაყვანისმცემელი რომ ხავს ამაში კონცერტზე დავრწმუნდით. ახალგაზრდა შემსრულებელს ბათუმის ჯაზ ფესტივალზე ბოსტონიდან ბენდი 5 კაციანი შემადგენლობით ჩამოხვა. სკოლფილდი უკრავს ამ წუთას და ვერაზუს ვერ წარმოვიდგენდი ცოტა ხნის წინ რომ მე შეიძლებოდა როდესმე სკოლფილდიც ადრე გამოსულიყავი და დამეკარდა შემდეგ სკოლფილდი გამოსულიყო. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობას მივწვლი რომ ჩვენმა ბენდმა სათანადოდ გაართვა თავი. შეკითხვაზე ვის ელოდებიან ყველაზე მეტად ორგანიზატორების და ზოგადად სტანდარტული მსმენელის პასუხი ერთია. ყველა დღე თავის მხრივაა განსაკუთრებული. ბაჩას შემდეგ სცენა სწორედ იმან დაიკავა, ვისაც ეგრეთ წოდებული ინტელექტუალი მსმენელი ხავს. ძალიან მიყვარს ეს ადამიანი, ამას მუსიკა ჩვენ ერთხელ შევხვდით ერთ ფესტივალზე, უკრავდით და გახარებული ვარ. ქუჩაშიც კი შევხვდი და ძალიან მიყვარს და გამიშვიც. ამერიკელი გიტარისტის ჯონ სკოფილდის შოუ არც ისე დინამიური გამოდგა, როგორიც სხვა დანარჩენები. ჯაზ ფიუჟენი არცაა იმაზე გათვლილი, რომ ყველას მოეწონოს, თუმცა კონკრეტული აუდიტორიისათვის სკოფილდის და მისი ბენდის გამოსვლა დაუვიწყარი იყო. Wonderful time in Batumi. The audience was fantastic. დღეს საღამოს ყველაფერი იდეალურად იყო. საოცარი აუდიტორია ყავთ. ერთი სული გვაქვს კიდევ როდის ჩამოვალთ. Can't wait to come back to Georgia again. სამყარო 2012-ს გადაურჩა და ამაში თითქმის დარწმუნებულები ვართ, სულ რამდენიმე წელიწადში სავარაუდოდ ბათუმიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საფესტივალო კურორტი გახდება. ამაზე უკვე წლებია Eastern Promotion-ი დაუღალავად ზრუნავს. წლევანდელი Black Sea Jazz ფესტივალიც უკვე გაცილებით მასშტაბურ მოვლენას დაემსგავსა. და თუ ჩვენი თანამემამულეებისათვის ზაფხული ევროპულ კურორტებს უკავშირდებოდა, მათმა უმრავლესობამ რამდენიმე დღით თბილისიდან გამოაღწია და ბათუმს სპეციალურად ჯაზ ფესტივალისათვის ეწვია.
17 ივლისიდან მოყოლებული შავიზღვისპირა ქალაქში ჯაზის ჰანგები ჟღერს. ყოველი დღის ლაინაპს საკუთარი შემფასებელ დამფასებელი ხავს და ბევრიც კონკრეტულ შემსრულებელს ელოდება. Sergio Mendes ველოდები. ეხა ველოდები Sergio Mendes და Tabus Black Eyed Peas-დან. თუმცა ჯაზ ფესტივალის ორგანიზატორების მინიშნების თუ ამ შემსრულებლის სახელის პოპულარობის გამო Black Jazz ფესტივალის ბოლო დღეს სტუმრების უმრავლესობას საკუთარ გეგმებში წითლად ჰქონდა მონიშნული. Sergio Mendes წლევანდელი ფესტივალის დესერტი გახლდათ. ბრაზილიური სერიალების გარდა აღმოჩნდა, რომ ქართველები ბრაზილიურ მუსიკასთანაც მეგობრობენ. ასე რომ ცეცხლოვანი ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ბათუმის კორტებზე მსმენელის რეკორდული რაოდენობაც დახვდა. სანამ სერჟიო სცენას დაიკავებდა, კორტები შემოვიარეთ და იუბილარ ნანუკა გოგიჩაიშვილსაც გადავაწყდით. ცნობილმა მოდელმა ნათია ბანძელაძის და გიორგი გოგიჩაიშვილის ქალიშვილმა თავისი 23 დაბადების დღე ბათუმის ჯაზ ფესტივალზე აღნიშნა. ესე იგი Eastern Promotion-მა ის დაიმსახურა, რომ საკუთარ დაბადების დღეს ჯაზ ფესტივალზე ატარა? კი, დაიმსახურა. ახლა ჩემი კარგი მეგობარია. ვაში იყო და დაიმსახურა ყოველ ჯაზ ფესტივალზე ვარ და ამაზე კარგი დაბადების დღე სად უნდა მქონოდა. როგორ აღნიშნავ დღისგან რიგი ჯაზ ფესტივალი მერე? ნუ დავიწყე გუშინ მაქედან დავიწყე 12-ის მერე უკვე აღნიშნავდი და დღესაც აქ ნიგე ცოტა უნდა განვიტვირთო, ესეთი ჩანაფიქრი მაქვს და აი ცოტა უფრო ღამე Take 5-ში ჩემ მეგობრებთან ერთად. ზარ ყოველ წელს ჩამოვდივართ და სუმთლიანად ვესწრებ ეს კონკრეტულად არავის გამო არ ჩამოვსვარ, მაგრამ გუშინდელი დღე იყო ყველაზე მაგარი, ბექა გოჩიაშვილი იყო საუკეთესო. აბუ არ მოგეწონა? იცი არა. და რა უკრავდა ძალიან ცუდ სიმღერებს. ნანუკა ერთადერთი არ ყოფილა, ვინც სერჟიო მენდესის სცენაზე გამოსვლას სულ მოუთქმელად ელოდა. ამ უკანასკნელის გამოჩენას უხმაუროდ ნამდვილად არ ჩაუვლია. და თქვენ წარმოიდგინეთ, მიუხედავად პორტუგალიური ენის ნაკლებად პოპულარობისა, არც სიმღერის ტექსტების უცოდინრობა შეუწუხებივართ. აი თავად შემსრულებელი კი ეტყობა, იმდენად ნასიამოვნები იყო ქართველი თაყვანისმცემლების ყურადღებით, რომ საკუთარი სიმღერის ტექსტი დაავიწყდა. თუმცა ამას ცოტა თუ შეამჩნევდა. ქართველებს ხომ სტუმრების ბოლომდე დაფასება გვჩვევია. ხოდა ბრაზილიელი შემსრულებელიც ბისზე ორჯერ გამოაბრუნეს. სერჟიომაც ჯგუფთან ერთად მაიშკენა და ბათუმურ სცენაზე ორჯერ შეასრულა. Wonderful. Georgia, I love შესანიშნავი იყო, საქართველო ძალიან მომეწონა. დიდებული კონცერტი გამოვიდა. and happy and არაჩვეულებრივი ხალხი ესწრებოდა. ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი. მიხარია რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ. ეს კონცერტი ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესოა. ძალიან მუსიკალური ხალხი ხართ. მხიარულები. იმედია კიდევ ჩამოვალთ. Muito obrigado. Muito obrigado. My language. ესეც ჩემს ენაზე, პორტუგალიურად. Viva Georgia. Nice, very nice. შვენიერი იყო, შვენიერი. კარგი ენერგია მოდიოდა მსმენელისგან. It's really good. Yeah, I know they საოცარი აუდიტორია იყო. ცეკვა ერთი წამითაც კი არ შეუწყვეტიათ. ძალიან ვისიამოვნე. I want to come back next year. მინდა კიდევ ჩამოვიდეთ თუ დამპატიჟებთ. აუცილებლად ჩამოვალ. დიდი სიამოვნებით. What's up, Georgia? This is GB. Special for Music Box. Thank you. დიდი მადლობა Eastern Promotions იმისათვის, რომ ბევრ ჩვენგანს კუმირები პირადად შეახვედრა. ცხელ ივლისში მაღალი დონის ფესტივალი მოაწყო და კიდევ უფრო დიდი მადლობა იმისათვის, რომ 2012 წლის Black Jazz ფესტივალის დასრულებისთანავე ზრუნვას მომავალ გეგმებზე იწყებს. კიდე არის რაღაც ეს კომუნისტური გადმონაშთი, ნახევარი საქართველოს მოსაწვევსელოდება და რატო ვერ გავიგე და რომ მოვიდენ და ეს მოსაწვევს ვერ მიიღეს ვერსაიდან, მე დახარჯეს რაღაცა $20, $30 და შემოვიდა ჩვეულებურად. სახელ და გვარები ბევრი გვაქვს სიაში და დავალაგებთ ისე რომ მომავალ წელს კიდევ უფრო განსხვავებული იყოს. კომპლექსებს ჯაზი გიხსნის და ძალიან თავისუფლად ყველას ერთმანეთი უყვარს და ტურისტებიც მაგრა გზნობენ თავს, რომ ჩავდნენ ალბათ თავის სახლებში, ალბათ ნახევარ თავის უბანს მოუყვებიან, რომ სად იყო როგორ გაერთიანდნენ. მოკლედ Black Jazz ფესტივალი 2012 დასრულდა. ბათუმად სულ ცოტა ხნით დაიძინა. სანამ შეგულებებში გაიქცეოდეთ და ევროპულ ქვეყნებს მიაშურებდეთ, ჩვენი რჩევა გაითვალისწინეთ და შავიზღვისპირეთს ერთი კვირით მაინც ეძვიათ. აქ კიდევ ბევრი საინტერესო რამე გეგმება.